ევროკავშირმა არქტიკის მიმართ ახალი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რათა გაუმკლავდეს მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, კლიმატის ცვლილებას და რეგიონში მზარდ ეკონომიკურ ინტერესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ნორვეგიაში გამართულ პოლიტიკურ ფორუმზე ისაუბრა. ევროკავშირის ახალი არქტიკული პოლიტიკის დროა. ისეთის, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ და იმ სამყაროს, რომლის ნახვაც გვსურს. მათ შორისაა უსაფრთხო არქტიკა. ევროკავშირისთვის აუცილებელია ძლიერ პარტნიორობაზე იყოს დაფუძნებული. არქტიკასთან მიმართებით ეს ნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობას ნორვეგიასთან, კანადასთან და ისლანდიასთან. მათთან ჩვენ მჭიდრო კავშირები უკვე გვაქვს და ან მალე გვექნება. ისლანდიის შემთხვევაში პარტნიორობა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს ითვალისწინებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობა შემსუბუქებულია. დაძაბულობა მას შემდეგ შემცირდა, რაც დონალდ ტრამპი გრენლანდიაზე კონტროლის აღებაზე აღარ საუბრობს. თუმცა კაია კალას მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შედარებით დარეგულირების მიუხედავად, ევროკავშირი რეგიონში უფრო ძლიერი პოლიტიკით უნდა გამოირჩეოდეს, რომ მომავალში შესაძლო გამოუწვევებს სათანადოდ გაუმკლავდეს. ნაკლებად ნათელია თუ მომავალში რა იქნება, ან შემდეგი დავა როდი შეიძლება წარმოიშვას. ამიტომ გავიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი. ევროკავშირი მხარს უჭერს გრენლანდიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ წევრ სახელმწიფოს დანიას და ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს ქარტიას. გრენლანდიის მომავალი გრენლანდიელებისა და დანიის გადასაწყვეტია. ნორვეგიაში მიმდინარე ფორუმზე გრენლანდიის საკითხზე ისაუბრა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება. წითელი ხაზები ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ მხარს ვუჭერთ დანიის სამეფოზე ჩვენს თვითგამორკვევის უფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას, სოფლიო წესრიგსა და საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვენი წითელი ხაზები. ანუ გრენლანდია არ იყიდება? გრენლანდია არ იყიდება. არც ახლა და არც მომავალში? აბსოლუტურად არა, ჩვენ აქ ათასობით წელია ვცხოვრობთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დანიასა და გრენლანდიას შორის არქტიკული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვარში შეთანხმდნენ, რომ შეექმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებულ შტატებთან არსებული უთანხმოების მოგვარებას. ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, რაც დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებაზე არაერთხელ ისაუბრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკას გრენლანდია რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების საპასუხოდ სჭირდებოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდიაში მრავლად არიან როგორც რუსული, ისე ჩინური ხომალდები, რაც ამერიკას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირში კი ამბობენ, რომ არქტიკაში ჩინეთს ძლიერი პირდაპირი წარმომადგენლობა არ ყავს. თუმცა ამის მიუხედავად რეგიონში ჩინეთის ინტერესები აშკარად იზრდება. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ არქტიკაში ჩინეთის გავლენები მწირია. არსებობს საფრთხეები, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ის განწყობა, რომ ჩინეთის მასშტაბური აქტივობა და ინვესტიციები არსებობს, უბრალოდ რეალობას არ შეესაბამება. ის ძირითადად რუსეთშია წარმოდგენილი, რადგან რუსეთი მას ამის უფლებას აძლევს. რა თქმა უნდა, თუ ჩინეთს სურს ინვესტიციების ჩადება, ან ამის ყიდვა აქ, ან ნატოს, ან სხვა არქტიკულ ქვეყანაში, მათ ნებართვა დასჭირდება და თუ ჩვენ ეს არ მოგვეწონება, ისინი ამ ნებართვას ვერ მიიღებენ. ჩინეთი ჩვენს ნორვეგიულ კვლევით სადგურზე ნიუ-ოსლენშია წარმოდგენილი. ისინი მისაღები მკვლევარები არიან და იმ თამაშის წესებით მოქმედებენ, რომლებიც ჩვენ გვაქვს დამყარებული. არქტიკაში სამეცნიერო კვლევების კუთხით ჩვენ მათი ინტერესების გვესმის, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ საკითხს სათანადოდ ვუდგები და მის გარშემო დიდი დრამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინფორმაციით, გეოპოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარე, არქტიკის რეგიონში დაზვერვის სამსახურები განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობენ და ევროკავშირისა თუ ნატოს ლიდერები უსაფრთხოების რისკების გაზრდის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობენ. კაია კალასის განცხადებით, თუ არსებული მიწოდების ჯაჭვი ან სავაჭრო მარშრუტები იარაღად იქცა, ამაზე ევროკავშირის შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მისი თქმით, ევროკავშირის მიზანია არქტიკული პოლიტიკა დააბალანსოს სტრატეგიულ ინტერესებსა და რეგიონულ სტაბილურობას შორის.